მოგესალმებით. მარიამ, ჩვენს კომპანიაში ყოველთვის უცნაური რამ ხდება. სულ. რატომ? იმიტომ რომ ასეთი დამფუძნებელი ყავს, ხო? თქვენი ენერგეტიკა ტრიალებს. დიდი მადლობა. რას ვაკეთებ დღეს მე და ქალბატონი მარიამი? ჩვენ ისეთ რამეს ვაკეთებ დღეს, რომელიც თერი ცხოვრების მანძილზე დაუვიწყარი იქნება ჩემი უმცროსი მეგობრისთვის, ბატონ ლუკასთვის. და რა ხდება დღეს? ჩვენ დღეს ლუკა რამდენი წლის ხარ? 14 წლის ლუკას ერთი თვე დღეს დამთავრდა, რომ ლუკა მათემოტორში მუშაობს. ჩვენ მას უთხარით, რომ როცა დრო ექნებოდა მოსულიყო, ლუკა მოდიოდა 1 საათი, 9 საათი, 2 საათი, 3 საათი და იყო ჩვენთან. შეგვაყვარა ყველას თავი და ლუკას დღეს გადაეცემა ხელფასი. და ვინ გადასცემს? ქალბატონი ნათია, კომპანიის მთავარი ბუღალტერი. აი ეს ხო ძალიან მნიშვნელოვანია, პულსაც ვინ გადასცემს? მთავარი ბუღალტერი, ქალბატონი ნათია, ულამაზესი გოგონა დღეს პულს ხელფასს გადასცემს ლუკას. და ესეთი ვარიანტი ყოფილა. ლუკას ერგება მისი ნამუშევარი 600 ლარი. ახლა გადავცეთ ჩვენ 600 ლარი ლუკას. ლუკა, შენ პირველთვის ხელფასი გამოიმუშავე, გთხოვ ხელი მომიწერე, რომ ხელფასს გადმოგცემ შენს გასამრჩევლას, აი აქ მონიშნულ ადგილას. და ლუკამ დღეს პირველი ხელფასი მიიღო, რომელიც მის ცხოვრებაში არასდროს არ დაივიწყება და ისურვებს წარმატებას. ახლა ნახოთ რეალურად არის თუ არა ფული შიგნით. რა ვიცი, მე ბუღალტრებს არ ვენდობი, ხო მარი? ამიტომ უნდა გადავამოწმოთ რეალურად არის თუ არა. 2 3 4 5 6. ეს კარგი ხელფასია. ლუკამ 600 ლარი ხელფასი მიიღო. მაგრამ და მარიმ ვიფიქრეთ და ვთქვით, რომ მოდი ბონუსის სახით კიდევ დაუმატოთ 400 ლარი და გავხადოთ 1000 ლარი. ხოლო ლუკა, ეს არის შენი ბონუსი 400 ლარი. მეტია? აი რა კარგი ბუღალტერი ხარ. ლუკა, ეს კიდევ ბონუსის სახით 400 ლარი. ლუკა ამ ფეში გამოიმუშავა 1000 ლარი. ოჩახულკა. ბატონებო და ქალბატონებო. ვიღაცამ დამიწერა, რომ აქამდე სადიყავი რატო არ ჩდებოდიო. არ უჩდებოდი, მაგრამ 1000 ჯერ უფრო მეტ საქმეს ვაკეთებდი. და ზუსტად 1000 ჯერ მეტ საქმეს რო ვაკეთებდი, ამიტომ ესე იტყვიან, მატორმუზებდნენ, რომ მე წინ არ წავსულიყავი. მე შემიძლია ვთქვა თამამად, რომ მატორმუზებდნენ რეალურად, რომ წინ არ წავსულიყავი და ბევრი ადამიანი არ დამესაქმებია. ცხოვრებაში რა არის кайფი? ვინ რა იცის რა არის кайფი? кайფი წამალი კი არ არის. кайფი თვითონ მთელი ცხოვრება. უბრალოდ არის ესეთი რამ, რომ თუ ადამიანს გაახარებ, ეს არის ყველაზე დიდი სურვილი და მოტივი. თქვენ წარმოიდგინეთ ახლა ლუკას ეს დღე ოდესმე დაავიწყდება? მე ჩემი პირველი ხელფასი ძალიან კარგად მახსოვს. აი უყურეთ, თავარმა ბუღალტერმა, აი მოიგო მოლარი. თავარმა ბუღალტერმა თქვა, რომ ლუკას რო არასდროს არ დავავიწყდე, მე უნდა გადავცე პირველი ხელფასიო და ამისთვის ქალბატონო ძალიან დიდ მადლობას გიხდით ქალბატონო ნათია. მარი,
ჩვენ ძალიან დიდი და კარგი საქმე გავაკეთეთ, იმიტომ რომ ერთი ახალგაზრდა გავახარეთ და მინდა საქართველოში ყველა ახალგაზრდას უსურო მსგავსი რამ, რომ როგორ არის იცი, აი ამ ასაკში რომ ჩაერთვები საქმეში, ამაზე უკეთესი არაფერი არ არის. აი რა დაკარგა ლუკამ, არაფერი გაგვიცნო, მაგარი ბიჭია, ნახევარმა მსოფლიომ გაიცნო და მან მიიღო აქ რა ყველაზე დიდი რაც ამ ქვეყანაზე არის და ქვეყანას რომელსაც აკლია, ის მან აქ მიიღო, სიყვარული მიიღო მან. სიყვარული მიიღო და მან თავისი თვალით ნახა თუ როგორ მუშაობენ გოგო ბიჭები. ამისთვის ორგანიზატორს ქალბატონ მარიამს დიდ მადლობას ვუხდი, დიდ მადლობას ვუხდი ბატონ შალვას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც ამაში მონაწილეობა მიიღო. ახლა უყურეთ, ჩემი ჩინელი მეგობრები. ნიჰაო. ჩემი ნიჰაო. ჩემი ჩინელი პარტნიორები არიან გაოცებული რას აკეთებთო. ეს არც პეკინში არ ხდება, არც გვანჯოუში არ ხდება, არც ხორგოში არ ხდება და ეს არსად არ ხდება. ჩვენ ვართ ქართველები და ამიტომ ჩვენ უნდა ვასწავლოთ თელ მსოფლიოს, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ვართ მაგრები, ხო ესეა? ჩემო ლუკა, ეს შენთვის დაუვიწყარი იქნება მთელი შენი ცხოვრების მანძილზე. რა სიტყვი? ძალიან ბედნიერი ვარ, პირველ ხალხს რო ვიღებ და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და მთელ გუნდს. და ხოლო ახლა მარი ყველა დამიპატიჟე რესტორან შარბატში, რო აღნიშნოთ ეს კარგი დღე და დღესასწაული. წავედით ყველა. რათია, მივდივარ.